მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. მოვედი ახალი გაშლით. სასიხარულო ამბები მინდა თქვენთვის, აი რა გელოდებათ უახლოეს ორ კვირაში რა სასიხარულო მოვლენების მოწმე უნდა გახდეთ. სანამ ამ გაშლას გავშლი, მინდა გაჩვენოთ ეხლა ამჟამად რაც მაქვს ეს ერთი ეთერზეთი, ეს არის 6 მილიანი. შეგიძლიათ ესენით შემიკვეთოთ, არის სხვადასხვა დანიშნულებისთვის, არის დამამშვიდებელი ეფექტის, არის ფინანსების მოსაზიდი, სიყვარული, манифестაციები და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ეს ღირს 50 ლარი, 3-იანი ღირს 35 ლარი, არის ასევე 8-იანი, არის 70 ლარი. ეხლა ნახოთ ყველაზე სასიხარულო ამბები რა იქნება თქვენთვის და პირველი ვარიანტი იყოს ასეთი დიდი გული. მეორე ვარიანტი იყოს თავად ჩემი ეთერზეთი. აი ესეთი რადიკალურად განსხვავებულია, ეს არის პირველი, ეს არის მეორე, აირჩიეთ. მოგესალმებით პირველო ვარიანტო და ვნახოთ რა გაგახარებთ ძალიან მალე. პირველ ვარიანტს ვეტყვი, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გექნება ცვლილებები, მარკანებიც გამოვაჩინო. საინტერესო ცვლილებები გელოდებათ. პირველი ვარიანტი, როგორც ჩანს, ესეთი იმპერატორი ამოგვდის, ვერ ივიწყებდით აი ამ ადამიანს. თავად ეს ადამიანი არ ჩანდა, თქვენ ცდილობდით, რომ რაღაცნაირად გაგეშვათ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. აქ ბევრჯერ ცადეთ, მის გამო ზოგიერთმა შეიძლება სოციალური ქსელებით გაუქმეთ რაღაცა პერიოდით. სხვადასხვა რაღაც მოკლედ თავის გადასარჩენი ამბები, მაგრამ ძალიან გიჭირდათ, ხო? აი ამ ორი კვირის განმავლობაში როცა უკვე თქვენ გადაერთობით ახალ საქმეზე, ეს ახალი საქმე პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავის სიამოვნებას ეხება, რაღაცა ახალს იწყებთ. აი შეიძლება რომ რაღაცა ჰობი გქონდათ, ის ჰობი ვთქვათ მოიტოვეთ იქამდე, რაღაცა სურვილი გქონდათ, არ შეესწრო, ანუ ეს ეხება რაღაცა ჰობივით საქმესაც, მოდი ესე ვთქვათ. აქ პირველ ვარიანტს უყვარს ზოგადად ექსპერიმენტები და ამ ეტაპზე იცით როგორ იყავით, ამის თავიც აღარ გქონდათ, აი ამ პირადიდან გამომდინარე, აი ამ რაღაცა ჩაკეტილობიდან გამომდინარე, თითქოს აღარ იცოდით რამე თუ ისევ დაგაინტერესებდათ, რამე გაგახარებდათ, ძველ ჰობებსაც თავი ანებეთ თითქოს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ორი კვირის განმავლობაში იცოდეთ, რომ რაღაცა ახალს დაიწყებთ 100%-იანი და მე მომწერეთ, ეს ახალი იქნება ერთ დროს თქვენთვის ძალიან საყვარელი საქმე, რომელიც ვერა და ვერ შეისწავლეთ, ვერ მოიცა, თითქოს აი დრო არ იყო იმისთვის, რაღაცა გესწავლოთ. ნებისმიერ საკითხი შეიძლება იყოს, რა ვიცი, ხატვა, ძერწვა, პიანინოზე, პიანინოს დააკვრა, გიტარა, რა ვიცი, 1000 რაღაც არის, ხო, ეს საჯარო გაშლა. მოკლედ რაღაცა ხელ საქმეს დაიწყებთ ისეც ხელოვნებასთან კავშირში, ნებისმიერ რაღაცა რისი ნიჭიც გაქვთ და ვერ გამოავლინეთ, თავს ძალიან კარგად იგრძნობთ აი ამ ახალ საქმეში და უკვე თქვენ ამბებზე რომ იქნებით გადართული, საკუთარ სიამოვნებაზე რომ იქნებით გადართული და აი თითქოს რომ გამოდიხართ აი ასეთი საშინელი მდგომარეობიდან, თითქოს აი გამოსავალი რომ არ არსებობს და დანებებამდე იყავით მისული, რომ აი რა ვიცი, აი ამას თუ ცხოვრება ქვია მდორეთ რომ მიედინებოდ და რომ გადაერთობით რაღაც სიხარული რომ შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თქვენ თვითონვე რომ გამოიწევთ ამ სიხარულს, ამ დროს აი ეს მივიწყებული რქიანი, ანუ ჯიუტი მამრი გამოჩნდება თავის ემოციებით. აი ფაქტიურად როცა
დახსნა ხდება, როცა უკვე დავიწყების კიდობანში ათავსებთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულად ამ ყველაფერს იგრძნობს და გამოჩნდება. გამოჩნდება ისე, რომ თქვენც გაგიკვირდებათ. მაგრამ აქ მე ის მომწონს, რომ ამ ადამიანის გამოჩენა ისე ვეღარ აგაფორიაქებთ, აი თითქოს ჩაიკეცა ეს ფურცელი. მორჩა. აქამდე, აი სანამ ამ ახალს დაიწყებდით, მაგამდე რომ გამოჩენილი იყო, კიდე რაღაცას მოახდენდა, მაგრამ არაფერს აზრი აღარ ექნება. თუმცა გაგახარებთ ის, თუნდაც ის, რომ ამ ახალ საქმეს დაიწყებთ და გაგახარებთ ის, რომ ეს ადამიანი ვერ მოახდენს თქვენზე უკვე ზეგავლენას. რაღაც აი ძალიან მალე მოხდება ეს ცვლილება. მოდიება კიდევ ნახოთ, აი ნახეთ. მოგწერთ ეს ადამიანი მესიჯებს, მოგწერთ ისეთ სენტიმენტალურ სასიყვარულოს, რომ აი აქამდე რო არ გახსნილა, ეხა გაეხსნება ეს სიყვარულის ამბები, მაგრამ ყველად გაირჯება, მოდი ესე ვთქვათ, მიიღებთ ამ ყველაფერს ამ ადამიანისგან, გაგიხარდებათ ის, რომ აი ესე აღარ აქვს უკვე ძალა ამ ყველაფერს და გააგრძელებთ თქვენ თავის სიყვარულს, თქვენი ცხოვრების მოწყობას. უკვე აღარ მჭირდები. აი ეს მომენტი გექნებათ პირველო ვარიანტო. მოდი ერთ არკასაც დავამატებ. ზევდა, უიმედობა, ყველაფერი ესეთი გამოუთქმელი ემოციები, ერთ არკას მე კიდე რამდენი ამოვყარე. ყველაფერს ჩაიხსნებით, გილოცავთ, აი მეც რაღაცა ძალიან კარგად ვფურცლობ, ეხლა თავს ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ, ძალიან სიამოვნებს ამ ენერგიის შეგრძნება, აი ახლიდან იბადებით. თქვენ თავში რაღაცა ახალს აღმოაჩენთ. არ ვიცი რა საქმეს იწყებთ, აი დამიწერეთ მე კომენტარებში. ეს აქამდე სად იყავით? აი მაგას გეუბნებით, ეხლა პირველო ვარიანტო. აქამდე სად იყავით? აი ეს დიდი გული ხო არის, ხო? ეს გული განასხვის მიმართ ზგერს და სხვისი სიყვარულით. ეს ამხელა დიდი გული, ხო? აი ეს არის თქვენი თავის სიყვარულით სავსე, იქნება. ძალიან კარგი. მადლობა პირველო ვარიანტო. ნახოთ ეხლა მეორე ვარიანტს. რა ამბები გაახარებს? დამიწერეთ ხოლმე თქვენი უკავშირი. Facebook-ზე გიმწერთ. პირადში ბევრ რაღაცებს, მაგრამ აქ ესე არ მიზიარებ. აქაც გამიხარდება ის რაღაცა ამბები, ხარობს მეორე ვარიანტთანაც რაღაცა საინტერესო ინფორმაციები. მეორე როგორი მოუსვენარი ხარ. აბა ნახოთ, აი მოგესალმებით. ჩემი ჯადოსნური ეთერზეთის ამორჩევებო. ნახოთ რა გაგახარებთ. აქ როგორი დატანჯულები ხართ, რა ხდება? ვერ იღებთ იმ ემოციებს, რაც გჭირდებათ, ვერც სამსახურში, ვერც პირადში. თითქოს არაფრისთვის დრო არ გრჩებათ. და რა უნდა გაგახაროთ? აქ პირადი ამბები არა, მაგრამ მეორე ვარიანტო უნდა იცოდე, რომ ფინანსური კეთილდღეობა სამსახურში ძალიან მოულოდნელად შეიძლება ან ბონუსი დაგენიშნოთ, ვისაც არ გქონდათ. აი რაღაცა თანხებზე იყოს საუბარი, ახალი კონტრაქტი დაიდოს და ამან ძალიან ისეთი შემოსავლის წყარო გაგიჩინოთ, ასე ვთქვათ, დაგინახოთ უფროსობა, დაგინახავთ და აი ამ რაღაცა პროექტის ხელშეკრულების შემდეგ, ხო? ძალიან სასიამოვნო ამბები გელოდებათ მატერიალური კუთხით და თითქოს მეორე ვარიანტო ჩრდილიდან გამოდიხარ. აი თანამშრომლობის ამბავში ძალიან მაგარი იქნება. უნდა იყოთ შემდგარი ქალბატონი. და აი აქ რაღაცებში რომ არ გიმართლებთ, საერთოდ 2 კვირის განმავლობაში დაივიწყებთ ამ მამრები მაინც ყველგან ჩანან, მაგრამ მაინც დაივიწყებთ ამ თემას, იმიტომ რომ გადაფარავს ეს თქვენი სიხარული. აი ვიღაცები დაწინაურდებით, ვიღაცებს როგორც ვთქვით, დაგეშებათ რაღაცა თანხები, ზოგს დაჯილდოვებაზე მოუწევთ წასვლა სამსახურში, აი რასაც არ უნდა ემსახურებოდეთ, მოკლედ
თქვენ იქნებით ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა და აი ამ 2 კვირის განმავლობაში ძალიან შესამჩნევი იქნებით და აი რაც ცხადს მოკიდებთ, მოკლედ ყველაფერს ოქროთ აქცევთ. ძალიან გამიხარდა და ისიც გამიხარდა, რომ აი ეს რაღაცა გულის ტკივილები და ამბები გადაიფარება საკუთარი თავის სიძლიერის შეგრძნებით და აი დაინახავთ როგორი მაგარი გოგოები მყავხართ. ნახოთ აბა კიდე ერთი უიარკანი. განსაკუთრებით ვინც ხართ სამართლის მხარეს, ვინც რაღაცა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობთ, აი აქ არის რჩევა ესეთი, რომ ყურადღებით უნდა იყოთ, არ დაუშვათ შეცდომა, აი ნახე, შესაძლებელი არის ცდუნების წინაშე დადგეთ, აი საქმე რომ გამოვიდეს ისე როგორც ვიღაცას უნდა, ამისთვის შეიძლება მან გამოიყენოს რაცა ესეთი ემოციური ნოტები, ასე ვთქვათ და არც თუნდაც თქვენი საქმე აკეთეთ, აი ამ საკითხში ვინც მუშაობთ და არ ვინ არ გაითვალისწინოთ, არ იმოქმედოს თქვენ გადაწყვეტილებაზე. იცოდეთ, რომ ეს ადამიანი, ვინც შეეცდება, აი შეიძლება ვიღაცები ადვოკატები ხართ და აი რაღაც შემოთავაზება შეიძლება იყოს თან ემოციური და მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ შესაძლებელი არის აქ ტყუილის მომსწრე გახდეთ. მოკლედ არ შეიმჩნევთ ეს ვინც გამოჩნდება ამ 2 კვირის განმავლობაში, ეს უკვე რჩევა ამოვიდეს რა გაგახარებთ. არ არის, ეს არის უბრალოდ რჩევა, რომ განსაკუთრებით აი ხელშეკრულებებთან ვინც ხართ და ასე შემდეგ, იყავით ძალიან ფრთხილად. და აი ეს წეგან რომ გადმომიხდა, ხედავთ, ისევ გამოჩნდა. 2 კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო რაღაცა შეთანხმებას აღწევთ. ვიღაცა ისეც დაიკონტაქტებთ, რომ აქამდე თვითონ მიუღწეველი გეგონათ და გამიხარდებათ თუ გამაგებინებთ მეორე ვარიანტად თქვენს. მადლობაც გიხდით, დროებით.